მოგესალმებით. ქართული ოცნება და ივანიშვილი კიდევ ერთ მორიგ მოღალატეობრივ ნაბიჯებს დგამს. ივანიშვილი ცდილობს მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, როგორც მოქალაქეს დარჩენილს ემიგრაციაში აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან და ეს არის საარჩევნო ხმის უფლება. ეს არის შესაძლებლობა მიიღოს საკუთარ სამშობლოზე გადაწყვეტილება. ივანიშვილი ამის წართმევას ცდილობს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, რომელთა დამსახურებითაც 10 წლეულების განმავლობაში ხდება გადარჩენა საქართველოს ეკონომიკის. მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების, ისინი არჩენენ, ინახავენ საქართველოს მოქალაქეებს და ეკონომიკას 10 წლეულების განმავლობაში და სწორედ ასეთ მილიონამდე ქართველს და საქართველოს მოქალაქეს ივანიშვილი ცდილობს, რომ წაართვას საარჩევნო უფლება. საარჩევნო უფლება, რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი. მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს არც ერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ესე ძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში საქართველოსდან წავიდა ასეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც გაექცა პოლიტიკურ დევნას, იმ სიღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ივანიშვილს სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლება. მაშინ როცა მორიგი ეგრეთ წოდებული სტანდარტული სამართლებრივი პირობებში მორიგი არჩევნები წესით უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე. ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული ძალადობრივი მოქმედებების პირობებში, პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განსაზღვრავდეთ საერთო წინააღმდეგობის სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დამარცხება იქნება შეუძლებელი და ის რეპრესიული პირობები, რომელსაც აყალიბებს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერ იმუშავებს. ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს და ივანიშვილს არ უშველის არც ერთი რეპრესიული კანონი, რომელს მიღებასაც ის ცდილობს ან აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქართულ ხალხთან ერთად და განსაკუთრებულად ემიგრაციასთან ერთად. მადლობა.